დეკორატორი ირაკლი სვანიძე გვეწვია, რომელიც პირველად არ მონაწილეობს გადაცემაში, თუმცა თუ არ ვცდები და გონივრული ეჭვი მაქვს, ირაკლი ესე პერსონალურად პირველად მოვიდა გადაცემაში, ყოველთვის კოლეგებთან ერთად მოდიოდა, სტუმრობდა და გამოფენებზე საუბრობდა, ასე რომ კარგი იქნება თუ კი ირაკლის განსხვავებული კუთხით გავიცნობ და მის სხვადასხვა მხრივ შესაძლებლობებსაც დავინახავთ და დავაფასებთ. ირაკლი, გამარჯობა, როგორ ხარ? თავს როგორ გრძნობ? კარგად. განწყობა როგორია? ნორმალური. როგორი კვირა გქონდა სამუშაო? კარგია. აი ესეთი პროდუქტიული რა. წვიმიანი ამინდები მხატვრისთვის რას ნიშნავს? არა, ზოგადად მე ვიცი რომ ძალიან კარგია მუზებისთვის, მაგრამ თუ კი გაზაფხულზე ზედოზირებით გვაქვს, არ აქვს მნიშვნელობა თქვენთვის. ხატორმა რა ვიცი, ამის არ უნდა უყუროს ჩემი აზრით. მაგრამ ამინდი განსაზღვრავს ალბათ ფერებს ნახატებში. ფერებს უფრო განწყობებს. ფერებსაც შეიძლება კი. მაგრამ მაინც ამინდს არ უნდა უყუროს ხატორმა, სულ და რა ვიცი, იმუშაოს ჩემი აზრით. შინაგანი ამინდი უნდა შევქმნათ ინდივიდუალურად. არც მუზებს არ უნდა უცადოს. არა? ხო, ზოგი რა ვიცი, ესე თulis რომ მე მგონი არა. ანუ თქვენ არ ხართ ის მხატვარი, ვინც მუზების მოლოდინში. არა, ეს როდესაც იწყება დღე, უკვე ვიწყებ მუშაობას, ეს ყოველდღიურ საქმიანობათ არის გადაგცემა. საინტერესოა. ანუ ყოველდღიურ რეჟიმში ხატავ და არ ეს რეჟიმი არის ჩემი აზრით აუცილებელი. ნუ შეიძლება ყოველდღე არ ხატო, მაგრამ რაღაც ინფორმაცია მოიძიო მხატვრობაზე, ან წიგნი წაიკითხო. ანუ ამ სფეროში უნდა იყო. და უნდა უთმობდეთ როგორც ბრძანა და დამჭა გონივრული განცდა და ეჭვი განვითარებას ყოველ დღე. თუ არ დავზარმაცოთ, მაშინ რა ხდება? კრიზისი იწყება თუ დროს მე პირადად როდესაც არ ვხატავ, ვარ თავს ვგრძნობ ძალიან ცუდად. და აი ძალიან დისკომფორტი მაქვს და როგორც კი ვიწყებ ხატვას, ეგრევე კარგად ვხატებ. მოდი, გადაცემა რამდენიმე ეპიზოდად უნდა ესე ვთქვათ გადავანაწილოთ და დავიწყოთ მხატვრობით. ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, საინტერესოა ირაკლი როგორი ბავშვი იყო და ვინ შეაყვარა მას მხატვრობა? ჩემმა უბნელმა მეზობელმა, რომელიც მიხატავდა ახატებს და აი იქიდან გამიჩნდა სურვილი, რომ მეც დამეხატა რაღაცები. როგორც ის ხატავდა? ხო, იმის მიხედვით, თქო, ცოტა ჩემებურად ხატავდი რა და მე ეს გაგზელდა და მე გავყევი ამ გზას. საინტერესოა, ვინ არის ეს ადამიანი დღეს? რატი ასათიანი არის ჩემი უბნელი, ჩემი მეზობელი, რომელიც ძალიან კარგად ხატავდა და რომარა რატი საინტერესოა მხატვრობას თუ არჩევდი? ხო, არ მგონია რომ სხვა ალბათ სხვა გზას ავირჩევდი. სხვა პროფესიას. კი, მაგრამ ერთი არის რაღაც ბავშვური ხედვები და ბავშვური ჩანახატები, მაგრამ როდის გააცნობიერეთ და როგორ რომ ეს პროფესია უნდა გექციეთ? მე-9 კლასში მე-8 კლასში რომ დავასრულე და მე-9-ში გადავედი, უკვე გადაწყვეტილი მქონდა რომ მხატვრობის გარდა არ მაინტერესებდა არაფერი. როგორი მასწავლე იყავი ეს? უფრო 4-ხოსანი და ფიზიკა და ქიმიაში და მათემატიკაში სამები ვყავდა და ქართულ უფრო ჰუმანიტარულ საგნებს ვსწავლობდი ნორმალურად. ირაკლი 90-იანების თაობა ვართ ხო? რომელსაც თავისი სირთულეები, სიდუხჭირე, მუქი ტონები ახლდა, მაგრამ რაღაცები მაინც ჩვენს ბავშვობასთან ასოცირდება, კარგი მოგონებებიც არის ხო? ჩემთვის ძალიან ძვირფასი პერიოდია. მაგ პერიოდი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული ცხოვრება იყო იმ პერიოდისთვის, მაგრამ მე მახსოვს ძალიან კარგად, იმიტომ რომ ბავშვი ვიყავი და კარგი სამეგობრო შემხვდა და რა ვიცი, ბევრი კარგი მოგონება დამჭა და ბევრ კარგ მოგონებას იქედან ვხატავ, აი 90-იანი წლებიდან, 2000-იანი წლებიდან მაქვს ესეთი სერიები მოგონებები, ბავშვობის დროინდელი მოგონებები და პარალელურ რეჟიმში ლიკას ესმის ალბათ ჩემი ხმა და პარალელურად ვიხილოთ ირაკლის ნამუშევრები, რომელიც სრულად არ იქნება წარმოდგენილი, მაგრამ ალბათ საკმარისი იქნება იმისათვის, რომ თქვენზე წარმოდგენა შეგვექმნას. ესენი ბოლო პერიოდის ნამუშევრებია, უფრო ეს დაახლოებით პერსონალური გამოფენა მქონდა 2022 წელს და მის შემდეგ არის ესენი შექმნილი. ანუ სულ ახალი და ცინცხალი. ხო. ძალიან კარგი. ირაკლი, სად მიიღე განათლებას პროფესიულად? დავამთავრე ხელოვნების ლიცეუმი ქუთაისში და შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემია. როგორი ხსენებ იმ პერიოდს სტუდენტობის? გამიმართლა ძალიან სტუდენტობის პერიოდში, იმიტომ რომ მაშინ ჯერ კიდევ იყვნენ ძალიან კარგი პედაგოგები.
ჯერ კიდევ რას ნიშნავს დღეს აღარ არის? ნუ ესე ვერ ვიტყოდი რომ ისეთი ძლიერი პედაგოგები ნამდვილად აღარ არის. ახალაც არიან რამოდენიმე ადამიანი არის ყველაზე ვერ ვიტყვი რომ არ არის, მაგრამ მაშინ იყო ეს ბოლო თაობა მაგა დიდი მხატვრების, აი ლევან ცუცქირიძე, გოგი წერეთელი. რა ვიცი, ძალიან კაი პედაგოგები ყავდა, გივი კასრაძე. დიახ. ხო და ესეთი სტუდენტობამ და სტუდენტურმა წლებამ და პროფესიამ ბრჭყალებში გაიძულათ რომ ქუთაისი ცირახნით დაგეტოვებინათ. როგორი იყო ეს განშორება? განშორება საინტერესო იყო, იმიტომ რომ ჩვენ წავედით თითქმის მთელი სამეგობრო წავედით ერთად რა. საზმაკაცო ვინც ვიყავით მხატვრები, მაგაშიც გამიმართლა რომ ძალიან იჭერ ბიჭებთან მოხვდი ხელოვნების ლიცეუმში. და ჩვენ საუბრები ხელოვნებაზე, მხატვრობაზე ამან უფრო გააღრმავა ეს სიყვარული მხატვრობის და მოხდა ესე რომ ერთად წავედით, ერთად ჩავაბარეთ აკადემიაში და სულ ერთად ვიყავით რა, ასე რომ ვთქვა. და დღესაც ეს ურთიერთობა გრძელდება და ანუ თქვენი წელი ქუთაისიდან წაიღეთ და ერთმანეთს აძლიერებთ. კი, იქაც იქაური მეგობრებიც ყავს ბევრი და მხატვრობის თავარი დანიშნულება რა არის? მხატვრობის თავარი დანიშნულება. როგორ ფიქრობ? თუ ამოხსენი რა, რას ემსახურება ეს ხელოვნება? ალბათ ადამიანს და პირველ რიგში თვითონ ვინც ხატავს იმას შეუმსუბუქოს ცხოვრება ან გავლამაზოს ცხოვრება. ჩემთვის ესეა. კი. საინტერესოა. თბილისური მოგონებები როგორ ერთობოდით სტუდენტური წლები? იყო ძალიან. და თავგადასავლები გახსენდება ხო? ძალიან იუმორისტული ის იყო. პერიოდებიც იყო რთული პერიოდებიც. ძალიან მრავალფეროვანი ის იყო რა სტუდენტობა და ალბათ რეჟისორი რო იყო მაგაზე ფილმს გადავიღებდი, მაგრამ სამწუხაროდ ეს პროფესია არ ვიცი ხელობა. თუმცა შეიძლება მოყვარულის დონეზე რატომაც არა გადაიღო. კაი, რა უნდა გადაიღო ხა რო იხსენებ იქ? რა იქ არის, იყო ძალიან ესე იგი იუმორისტული რაღაცები. თელ თავგადასავლები ამას არ იყოფა მთელი დღე, მთელი ეთერი ახლა რომ მოუყვე და მაგალითად კეიპი თუთის ხეზე ავედით და იქ კეიპეთ იყო ერთი ესეთი ეპიზოდი და ჯანიანი თუთის ხე ყოფილა თუ მორიგეობით აწიოდით. 4-5 ბიჭი ავედით და ხეზე ვიკეიპეთ, იყო ესეთი რა ქვია ეპიზოდი ერთი. მსგავსი კიდე ძალიან ბევრი და უფრო ისეთების რომელიც მსგავსი მოგონებები რას ნიშნავს დღეს როცა გაგახსენდება და ამოტივდება ხოლმე? რა ვიცი, კარგია ხო, ამიტომ რომ ცხოვრებას ამის განხო შედგება მოგონებებისგან და ეს ტკბილი მოგონებები გარო გახსენდება, კარხასიაძე ხარ მაშინ ადამიანი. ყველაზე დიდი ადამიანი ვინც აი მხატვრობის კუთხით თუნდაც თქვენი პედაგოგი, ლექტორი არ ვიცი როგორც აი ვინ მოახდინა უდიდესი გავლენა? კარგი კუთხით რასაკვირველია? მე ვიტყოდი ორ ადამიანს. ერთი უშუალოდ ჩემი პედაგოგი იყო გოგი წერეთელი. ეს იყო გრაფიკის კათედრაზე პროფესორი და იყო როგორც გრაფიკოსი, ასევე წიგნის ილუსტრატორი. და მეგობრობდა მურმან ლებანიძესთან, მუხრან მაჭავარიანთან, ანა კალანდაძესთან და ძალიან ისეთი კაცი იყო, აი თამდაბალი და ძალიან პროფესიონალი. და კიდე მოახდინა დიდი გავლენა ქუთაისელმა მხატვარმა, რომელიც უშუალოდ ჩემ პედაგოგი არ ყოფილა, მაგრამ მისგან ძალიან ბევრ ამას ვსწავლობ დღესაც. ეს პიროვნება არის ავთო აბესაძე, ქუთაისელი მხატვარი, რომელიც სამწუხაროდ დღეს აღარ არის ცოცხალი, მაგრამ ამ ადამიანმა ჩემი აზრით შექმნა ძალიან უნიკალური მხატვრობა და ეს ადამიანი არ არის სათანადოდ დღეს დაფასებული და ბევრმა არც იცის, ახლა მხატვრები იცნობენ, სამხატვრო წრეში ყველა მიცის, მაგრამ საერთოდ ალბათ დრო არის საჭირო, რომ ყველაფერი თავის ადგილას დავარდეს. ხო, მაგრამ ალბათ ჩვენი ქვეყნის მაგალითს ახლა ის ისტორიები, რომელიც თუნდაც აი ამ შემთხვევაში გაიხსენეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ სიცოცხლეშივე ვიყოთ ადამიანები დაფასებულები, ვიდრე მაშინ როცა ეს რა თქმა უნდა განაჩენია ეს და უსამართლო. რა თქმა უნდა, კი ბატონო. მხატვრისთვის ალბათ არ აქვს მნიშვნელობა მეტნაკლებად რამდენი ნამუშევარი და ნახატი აქვს, თუ გამოფენებიც არ იყო იქვე. ამ ხრივ რომ გადაავლოთ თვალი ახლა ბოლო წლებს, რომელ გამოფენას გამოყოფთით? ჩემს საკუთარს პერსონალური გამოფენა მქონდა 2022 წელს გალერეა ვარლაში და
მე თვითონ რაღაცები დამანახად ჩემი შეცდომები ამ გამოფენა. ალბათ პერსონალური გამოფენა თვითონ ავტორისთვის არის საჭირო, იმიტომ რომ ავტორი უყურებს როგორც დამთვალიერებელი, ისე თავის ნამუშევრებს. რთულია გამოხვიდე როგორც მხატვრის პოზიციიდან და გადახვიდე ეს ავტომატურად ხდება პერსონალურ გამოფენაზე. აი რომ ჩემ შემთხვევაში როდესაც უკვე გახსნაზე მივედი, ბევრი რაღაცა გადავაფასე, ანუ სხვადასხვანაირად შევხედე. შენიშვნა ქონდა საკუთარ მასთან? კი, ეს ხშირად ფაქტია. კი, ანუ თვითკრიტიკული ხარ. კი, მაგრამ ადრე უფრო ვიყავი ძალიან თვითკრიტიკული და ძალიან ბევრი ნამუშევრებმა განადგურებული. მე თვითონ არ მომწონდა და ესა და ნუ ამ ბოლო დროს უკვე შეურიგდი ჩემს თავს. მობიერი გახდი? ხო, იმიტომ რომ რაც ავარ ესა ვარ ახლა ამაზე ისა ხო რა. ხო, მაგრამ ცოტა ძალიან არა, კრიტიკული ვარ, ანუ კრიტიკული მაინც ვარ, მაგრამ ისე აღარ როგორც ადრე ვიყავი და უშუალოდ ძალიან რადიკალურად კრიტიკული. კრიტიკა ალბათ ზომიერი კარგია, მაგრამ ცოტა ცუდი წარმოსადგენია, როცა ხომ წარმოვიდგინე, როგორ დახატე რაღაც და როგორ გაანადგურე. არა, ეს ადრე იყო, იმიტომ რომ ასაკობრივი ხო არ იყო? ასაკობრივი ისიც იყო, ამ პერიოდი იყო უფრო ძიების პერიოდი და უფრო ჩამოყალიბების პროცესი და ეს არის ურთულესი ის პერიოდი რა. აი თვითონ ლევან ცუცქირიძეს უწერია ხატვარს რომ შემოქმედებაო თავიდან რომ არ ტანჯვაო და შემდეგო სული უნდა გალობდესო და აი როცა უკვე ჩამოყალიბდება ხატვარი და იცის რა უნდა რა და მანამდე არის ძალიან რთული გზა გასავლელი და ძალიან ბევრი ძიებები, ექსპერიმენტები და ურთულესი პროცესი არის. რას ხატავდი ადრე და დღეს რა შეიცვალა? თემატურად არაფერი არ შეიცვალა, მაგრამ შეიცვალა ფორმები. თუ ადრე მაგალითად უფრო შედარებით უფრო რთული მხატვრობა მქონდა ტექნიკური მხრივ, ამ ბოლო დროს უფრო გამარტივებისკენ მივდივარ, სიმარტივისკენ. და უფრო ლაკონური და მარტივი იყოს რა ნამუშევარი. აი ეს გამოცანა. ანუ ეს თინეიჯერობის ხანას, რასაც ვეძახით, აი ამ გარდატეხის ასაკს. იდენტური არის მხატვრობაშიც ეს გარდატეხის ასაკი? ემთხვევა ერთმანეთს ასაკობრივად თუ ახლა შეიძლება იყოს რაღაც? ემთხვევა, კი. დღეს რამდენი ნამუშევარი გაქვს და რა ბედი აქვს ხოლმე? ალბათ 150-მდე ნამუშევარი ძველების და ახლების. მაგრამ მთელი სტუდენტობის დროინდელი ნამუშევრები დამეკარგა. აი გადაბარგება, განმობარგებაში ძალიან ბევრი ნამუშევრები დავკარგე. ზოგი ვინცა იყო და ძალიან გული მწყდება, იმიტომ რომ რამოდენიმე მართლა იყო ისეთი რომ ნახავდი ეხაც რა. დიდი სიამოვნებით თან. რამოდენიმე ყველაზე არ აქვს. ალბათ ნებისმიერი ნახატი ახლა რაც თქვით 150-მდე თანაბრად გიყვარს, მაგრამ მაინც ფავორიტი გყავთ არა, ბოლო ნამუშევრები უფრო შედარებით უფრო მომწონს, იმიტომ რომ უფრო რაც მინდა უფრო თავისუფალია რა. უფრო ეს ბოლო ნამუშევრები და არა აკადემიური და არასტანდარტული. არასტანდარტულ ხედვებს დღეს დამთვალიერებელი ითხოვს. თუ ეს უბრალოდ მხოლოდ თქვენი სულის განმარტებაა. მე არ მაინტერესებს რა სიტყვის დამთვალიერებელი საერთოდ. არასდროს ჩემს ცხოვრებაში ესეთი რამე არ ყოფილა, რომ ან რა სიტყვის საზოგადოება, მე რა თქმა უნდა დამთვალიერებელს პატივს ვაფასებ, მაგრამ ის რომ გავითვალისწინო სხვა რა უნდა, ანუ მარტივად რო ვთქვათ, სხვა როგორც ითხოვს, მე ისე არ დავხატავ რა, როგორც თვლის საჭიროთ რომ დავხატო, ისე ვხატავ. ეს მარკეტინგულად რამდენად მომგებიანი შეიძლება? წამგებიანია ძალიან. მაგრამ ინარჩუნებს შინაგანმას. ნუ მე გამიმართლა რომ მუშაობ ოპერის თეატრში და ანუ იმით ვარსებ რა, ოპერის თეატრში მუშაობ და ისა და ანუ არ მიწევს მარკეტინგში შესვლა რა და სულიც არ მაქვს რო გითხრათ სიმართლე. სახელოსნო გაქვთ თქვენი ესეთი ლამაზი კუთხე. ერთი რაღაცა მინდა ვთქვა კიდე სტუდენტობაზე რომ მკითხეთ, აი ჩვენ რო ვიყავით ძალიან კარგი უფროსი კურსელები იყვნენ მხატვრები და ბევრი რამ იმათგანაც ვისწავლე და ჩვენ თვითონ მაშინ ესეთი სიტუაცია იყო, ეს კი ყავდა კარგი პედაგოგები, მაგრამ
ჩვენი აკადემია იმ პერიოდში აი 2000 წლიდან 2007 წლამდე პერიოდს გულისხმობ, მას ჩამორჩებოდა თანამედროვე სწავლებას და თანამედროვე ხელოვნებას. ძალიან ჩამორჩებოდა და ჩვენ ამას ვაპროტესტებდით, რომ ჩვენი არ იყო სათანადო სწავლების დონე. და ამიტომ ესეთი რაღაცა მოხდა, რომ ჩვენ შევქმნით ჩვენ სტუდენტებს, რამოდენიმე სტუდენტის მოთხოვნით შეიქმნა მულტიმედიის სახელოსნო, სადაც იყო ალტერნატიული, სადაც კეთდებოდა ალტერნატიული ხელოვნება და უკვე სტუდენტობის პერიოდშივე, სადღაც მე-4, მე-5 კურსიდან მე ვაკეთებდი პერფორმანსებს, ინსტალაციებს, ობიექტებს, გადავიღები რამოდენიმე ვიდეო არტიც და აქციაც გავაკეთე და ანუ ამ სხვადასხვა სფეროები რაც არ იყო მაშინ საქართველოში ასე იმდენად დღეს უკვე ძალიან ჩვეულებრივი მომენტი არის და იმ პერიოდში ეს იყო ძალიან დიდი პრობლემა თუ ამ მედიუმში თუ მუშაობდით თუ აკადემიაში, იმიტომ რომ გიშლიდნენ თვითონ როგორ ახერხებდი ლავირებას? არა, ჩვენ მქონდა სერიოზული კონფლიქტები ამასთან დაკავშირებით. და იყო ერთ-ერთი ისა, რომ ნიშნის წერაზე, აი საკურსო იმაზე გამოვიტანეთ ინსტალაციები მე და ორმა ჩემმა პარალელ კურსელი, ერთი თანაკურსელი იყო, ერთი პარალელი კურსელი. არ ვოლბათ ლექტორებს გული. ნუ ამაზე იყო ძალიან ისეთი კონფლიქტები მქონდა რა და ჩვენ შევდიოდით ამ კონფლიქტებში მაშინ და ვისასარგებლოდ წდებოდა ჯამურად. საბოლოოდ ჩვენ ეს სახელოსნო იარსება და დღეს თუ აქვთ თავისუფლება სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს და შეუძლიათ რაც უნდათ ის გააკეთონ, ეს იქნება სხვადასხვა ტიპის ნამუშევარი, ეს რაღაც წვრილი ამაში ჩვენმა თაობამაც შეიტანა. ანუ ჩვენ ვიბრძოლეთ ამისთვის. კი, დაიწყო და ძალიან საინტერესოა. ირაკლი, ყველა დროის ყველაზე დიდ მხატვრად ვინ მიგაჩნია? ნიკო ფიროსმანი. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ახლა როცა საუბრობთ უდიდეს მხატვრებზე, გენიოსებზე, ლეონარდო და ვინჩზე, მიქელანჯელოზე, რემბრანდტზე, ვერმეერზე, ვან გოგზე, გოგენზე, პიკასოზე, თუნდაც თანამედროვე მხატვრებზე, ყველას ყავდა კარგი მეგობარი მხატვარი, კარგი პედაგოგი და ყველა აღმოჩნდა ესეთ გარემოში, სადაც იყო ეს ნიჭიერი ხალხი და ნიკო ფიროსმანის შემთხვევაში მას არც მეგობარი ყოლია ნორმალური მხატვარი და არც პედაგოგი ყოლია და ეს არის აბსოლუტურად თვითნაბადი ნიჭი და მოვლენა, მსოფლიო დონის მოვლენა, რომელიც აერთიანებს თითქმის მის პერიოდამდე ყველა მიმართულებას. მის შემოქმედებაში ჩვენ ვხედავთ რენესანსულ მიგნებებს, მონაპოვარს, ასევე მოდერნისტულ ფორმებს და ძალიან ბევრ რამეს ვხედავთ რა, ძალიან მრავალმხრივი არის ეს მხატვარი, მოიცავს მთელ ხელოვნებას, ასე რომ ვთქვათ. ძალიან საინტერესოა თქვენი შეფასება. ახლა მომავალში ეს მხატვრობა მცირედიც რომ ამოვწუროთ, ისევ ხომ არ გეგმავთ პერსონალურ გამოფენას ან უბრალოდ ეს ჯერ დავაგროვებ ნამუშევრებს და ესე იმათ გამოფენისთვის არ ვხატავ და ჩემთვის და როდესაც ეს გროვდება, მე ესე ხდება რომ ფეხხოლმე და რაღაცა გამოფენისთვის რაღაც გამოფენა გავაკეთო და რამე მესიჯი მაგ და რამე ეს არა რაღაცა ვამტკიცო ეს ესეთი რაღაცა არ არის. ძალიან კარგი. ირაკლი, როგორ აღმოჩნდი ოპერის თეატრში და ეს სცენის დეკორაცია? დეკორატორად ვარ, დიახ. აღმოჩნდი ისე მოხდა, რომ მე ძალიან მიყვარდა თეატრი ბავშვობიდანვე, სულ სცენაზე ვიყავი, ღეროდი, აი ეს თეატრი, კულისები, კონცერტები, ოპერის თეატრში, ძველი ოპერის თეატრი იყო მაშინ ლადო მესხიშვილის თეატრშიც და თვითონ მესამე სკოლაში სადაც ვსწავლობდი, იქაც კარგი სცენა ჰქონდა, კარგი ის იყო დარბაზი და სულ სცენასთან მქონდა შეხება და აქედან გამომდინარე დეკორაციებსაც ვათვალიერებდი, მაინტერესებდა და მოხდა ისე რომ მოხდი თეატრში, ოპერის თეატრში. ეს რამდენი წელს ითვლის ეს ამბავი? ალბათ 17 წელი იქნება უკვე რომ ოპერის თეატრში მუშაობდი. საკმაოდ სტაჟიანი დეკორატორი ხარ. კი. აი რა როგორ ძალიან ბევრი სპექტაკლები, აი თითქმის მთელი ის რეპერტუარი, მთელი ოპერები რაც არის, თითქმის
ყველა ოპერის შექმნაში მაქვს ჩემი წვლილი შეტანილი და ამუშავარი. როგორი პროცესია ეს თუ დაახასიათებთ? ძალიან საინტერესო ეს არ არის ესეთი კონვეირული სამუშაო არ არის, რაც მხატვრისთვის არის ძალიან ძნელი. იმიტომ რომ იქ სხვადასხვა მასალა, სხვადასხვა ესკიზია, სხვადასხვანაირი გადაწყვეტებია და კრეატიული სამუშაოა რა. იმიტომ რომ თვითონ მასალას, ფორმებს და აი მე რომ ვამბობდი, აი სტუდენტობის დროს ინსტალაციებს და ობიექტებს ვაკეთებდი, სამგანზომილებიან ნამუშევრებს, ის გამოცდილება გამომადგა აქ თვითონ. ანუ ცოდნა რომელსაც ვიღებ სხვადასხვა ეტაპზე არასოდეს არ იკარგება. არ იკარგება და გამომადგა ძალიან, იმიტომ რომ ერთი ოპერა მეც ვიყავი სცენოგრაფი, ამისთვის ხო მადლობელი ვარ ძალიან. ეს არის იყო მერვესა წელსა ბიზინა კვერნაძის ოპერა არის, შუშანიკის წამება არის თემა. ეს თემა არის და ბატონ თორნიკე მარჯანიშვილთან ერთად მქონდა ეს ბედნიერება. ბატონ თორნიკე იყო ამ სპექტაკლის რეჟისორი, კოსტიუმების მხატვარი იყო თეო უხიანიძე და სცენოგრაფია ეს სეტი თვითონ იყო ჩემი გაკეთებული. ძალიან კარგი. და ძალიან მე თვითონ ის მქონდა ინტერესი რომ რამდენად შევძლებდი ამ სფეროში ამის გაკეთებას და რა ვიცი, თვითონ პრემიერამ ძალიან კარგად ჩაიარა და ახლა მომავლის გეგმები როგორია დეკორატორის ესე რომ ვთქვათ რანგში? რა გამოცას აწყობს საკუთარ თავთან? მაგალითად ძალიან დიდი სურვილი მაქვს ექსპერიმენტალურ პატარა დრამატულ თეატრთან, დრამატულ თეატრის რეჟისორთან მუშაობის რა. უფრო ჩემი თაობის ადამიანთან რა, იმიტომ რომ ყველა თაობას თავის რაღაც შეხედულებები აქვს. მაგალითად იყო სიტუაცია, როცა მომიწია კიდე სხვა რეჟისორთან კოლაბორაცია და ძალიან გამიჭირდა. ბატონ თორნიკეზე არ მაქვს საუბარი, პირიქით ძალიან ბედნიერი ვარ რომ მასთან ვიმუშავე და ესეთი რეჟისორი ნამდვილად ჩემი აზრით ქუთაისში ძალიან ცოტაა და კარგი. ირაკლი, როგორც თქვი, ბავშვობიდან სცენაზე იდექი და ამას თავისი მუღამი აქვს. ხო ესე უხდება მე მგონი ეს სიტყვა ყველაზე მეტად შეფასება. ეს სიყვარული აქვს სცენას თავი, რო ამბობენო ეს სცენის პერიოდი. ეს მარტო მსახიობებზე და იმაზე არა, მომღერლებზე და იმაზე. ეს არის დეკორატორებზეც, რა ვიცი, ალბათ რა, ვისაც სცენასთან აქვს შეხება, ალბათ ყველაზე მოქმედებს ეს სცენის მტვერი. ვინდა გაახლავთ სცენის მტვერთან და მუსიკასთან? აი რომ დავიწყე მუშაობა, მთავარი მხატვარი იყო თემური არსენიძე, ჩემი პედაგოგი, ლიცეუმში იყო ბატონ თემური, ჩემი პედაგოგი და ბატონ თემურისგან ბევრი რაღაცები ვისწავლე რა, იქ იმიტომ რომ ამას თავისებური სპეციფიკა უნდა. შეიძლება იყოს კარგი მხატვარი, მაგრამ დეკორაცია ვერ გააკეთო, იმიტომ რომ თავისებური სპეციფიკა უნდა იქ მასშტაბებზე ამუშაობა, დიდი მოცულობის ნამუშევრები, ანტილოებია დასახატი და ამას თავისი სპეციფიკა აქვს რა და ესე რაღაცები გავლილი მაქვს მე ბატონ თემურმა. არა, მე როგორც მუსიკის ჟანრში მაინტერესებს. როდის ამღერდი, ვინა გამღერა? ეს დედა იყო მუსიკოსი და პედაგოგი და ბავშვი რაც დავიბადე, სულ მუსიკა გასდევს ესე ფონად ჩემს ცხოვრებას და ეს მუსიკა სულ იცვლებოდა. თავიდან როგორი იყო? როგორც მითხარი, რამდენიმე ესე რომ ვთქვათ, ქუთაისურ underground ბენდებთან ქონდა. მანამდე ვღეროდი უпроსორად სწავლობდი ვიოლინოზე 4-5 წელი ვიარე, ძალით დავყო რო არ დაგიმალოთ, მე თვითონ არ მიყვარდა ეს ინსტრუმენტი და და ძალით 5 წელი ეს იყო ტანჯვა წამება ჩემთვის და ნუ მაინც 5 წელი ვიარე რა ამ იმაზე. ხო, მაგრამ რაღაცაში გამომბადგა მე ალბათ რა ვიცი. ხო, უკრავდი ფანდურზე კიდე რაღაცებს, დეაჩე მამასწავლა ისიც და ვღეროდი ანსამბლი სკოლაში, სკოლის ანსამბლში, ხალხურ ანსამბლში ვღეროდი, კვარტეტი იყო კიდე ჩვენ სკოლაში და კვარტეტში ვღეროდი და მე სტუდენტობის მე მომიწია ბენდებში დაკვრა. რომელი ბენდები იყო გაიხსენე? ჯორჯიან ვერშენ აქ უკრავდი და სილვერ საიდში უკრავდი ძალიან ცოტა ხანს ბას გიტარას. და ერიქსთან რა გადაკვეთა ქონდა? არა, ეს უბრალოდ პროექტი იყო ტატოსთან ერთად ცეკვის ანსამბლთან იყო ესეთი პროექტი, რომ
ტატო და მისი ბენდი უკრავდნენ და კლავიშნიკი ჭირდებოდათ იმ მომენტში და ცოტა ხანი იქაც ვიყავი. ანუ მოსაგონარი გასახსენებელი ძალიან ბევრი გაქვს. მაგის გარდა არ გენატრება ბენდებში დაკვრა. ახლა მაქვს ბედნიერება, რომ ძალიან მიხარია თორნიკე კაცაძე, ჯორჯიან ვერშენის ბას-გიტარისტი და ამჟამად ოჩოსკოხიში უკრავს დრამზე და ოჩოსკოხის სიმღერები ძალიან ბევრი მისი დაწერილია. თორნიკე მოდის ხოლმე ხანდახან მეგობრობთ ჩვენ და ბას-გიტარაზე უკრავთ ერთად, ანუ ის ბასზე, მე გიტარას. და რას ემსახურება ეს უბრალოდ დროს ატარებთ სასიამოვნოთ თუ გინდათ რომ მსმენელებამდე მიიტანოთ? არა, ეს უბრალოდ ჯერ მეგობრულად ისე ვერთობთ, ასე რომ ვთქვა და ხო, უბრალოდ უკრავთ და რა ვიცი, რა სახეს მიიღებს მე შემდეგ რა განვითარებას ეგ არ ვიცი. ირაკლი, თქვენ ბრძანეთ რომ მუსიკა ფონად თქვენს ცხოვრებას ბავშვობიდან დღემდე მოყვება და მე გისურვებთ. მე ავთვლით ჩემთავს მუსიკოს. ახლა მუსიკაზე რო ვსაუბრობ, არ მინდა ვინმე მიფიქროს რომ თავს ვთვლიდე მუსიკოსად, მაგრამ მთელი ცხოვრება მაინც სტუდენტობის პერიოდი იყო, სკოლის პერიოდი იყო, თუ ბაღის პერიოდი იყო, თუ ახლა სულ უსმენდი მუსიკას. და სულ ეს მუსიკა იყო ძალიან ბევრნაირი. დღეს რას უსმენთ, ვის უსმენთ? ძალიან ბევრნაირი ამას უსმენ. მაგალითად უსმენ რეიშელ სერმანი არის ესეთი შოტლანდიელი ავტორი. ქართველები მაინტერესებს. ქართველები ძალიან მიყვარს ლეჟავები დეციში. ეს არის ნაკლებად სამწუხაროდ ნაკლებად პოპულარული ეს არის ჯგუფი არის, მაგრამ ჩემი აზრით ეს არის უკრავს მეც არ ვიცი. ეს არის უფრო ინდი ფოლკთან უფრო ახლოს არის ეს სტილი, მაგრამ არ არის ძალიან ცოტა ესენი აქვს ნახვებიც YouTube-ზე რო უდევთ ლაიქები და ესენი, მაგრამ არის უნიკალური ბენდი რა, იმიტომ რომ ეს არის ფოლკლორი, ოღონ არა რაღაც ძველი ფოლკლორის გადამღერება, როგორც ჩვენ ვიცით და როგორც ხშირად აკეთებენ. ფოლკლორს როგორც ეხებიან, რომ რაღაცას გადააკეთებ. ეს არის ფოლკლორი, ოღონ ახლებული ფოლკლორი, ანუ იმ ფოლკლორის ორგანული ნაწილი გაგრძელება. ანუ ჩვენი ფოლკლორის გაგრძელება ესეთი და ძალიან განსხვავებული და ესეთი მუსიკაა რა. აუცილებლად მოვუსმენ. ლეჟავები დეციში ოჯახი არის, ეს თბილისელები არიან, ოჯახი სამი თაობა მუსიკოსები არიან და ეგ მომწონს ძალიან. რაც შეეხება underground-ს, მაგის გარდა კიდე ბევრი არის, რა ვიცი, ოლაფურ ანალსი ძალიან ისლანდიელი ძალიან კარგი მუსიკოსია. ხატვის დროს გიყვარს მუსიკის მოსმენა? ხანდახან კი, ხანდახან კი, ეს ხშირად არა, სულ არა, მაგრამ გააჩნია განწყობას. კარგი, მუსიკა თუ უფრო დიდი დოზით დაბრუნდება ისევ თქვენს ცხოვრებაში, ვისთან ერთად დაუკრავდი, რაიცი და რა ხდება, ხო, ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. აი დღეს საქართველოში მოღვაწე მუსიკოსებთან, თუნდაც ქუთაისში, თუნდაც საქართველოში. რადგებოდი მათთან ერთად სიამოვნებელ სცენაზე თუ არა, მაგის ხან ჩემ თავს ვერ თორნიკე თვითონ გამოთქვა სურვილი, თორე მე ახლა ვერც ვეტყოდი რომ ჩემთან ერთად დაუკარე, ძალიან ისე არა, მე მაგას ვერ ვიტყვი რომ ახლა ვიღაცა კარგ მუსიკოსთან ერთად დაუკრა, ვერ მივცემ ჩემ თავს მაგის უფლებას. მაგრამ მაინც არაფერი გამოვიწყო. მაგალითად ვისურვებ თუ ისეთი ნორმალური გამართულ ბენდთან ერთად თუ გავაკეთებთ ჩემს სიმღერებს, თან წერე სიმღერებს, 18-19 სიმღერა მაქვს დაწერილი, ლექსებსაც ვწერ და ხარ ხელოვნებაში ხო თავიდან ბოლომდე. ხო და რა ესე ვისურვებდი რომ მაგალითად თუ ნახავდი ჩემი ჭკუის ხალხს, რომ რაღაც ისეთი ბენდი გაგვეკეთებია. იყო მაგის მცდელობა რა. სხვათა შორის ორი რეპეტიცია მქონდა, მაგრამ ისე მოხდა რომ მეგობრებზე მაქვს საუბარი და ერთი ჩემი მეგობარი ევროპაში წავიდა სამუშაოდ, ხო და ისე დავიშალეთ რა, ასე რომ ვთქვათ. გაგიმართლა მე მგონი რომ მთელი ცხოვრება დაბადებიდან დღემდე ხარ ხელოვნებაში. რას ნიშნავს ეს თქვენთვის? ჩემთვის ეს არის მართლა გამართლება არის, იმიტომ რომ ხელოვნება მე ძალიან ბევრი რამე გადამატანია ცხოვრებაში. აი უარყოფითი, ასე რომ ვთქვათ. და ძალიან დიდ ძალას მაძლევს ცხოვრებისას ხელოვნება, შემოქმედება, მუსიკა, მხატვრობა, არა მარტო ლიტერატურაც
იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ლიტერატურა. კითხულობ. კითხვა თუ რაიმეს წერტილიც ეგრეს. წერ უფრო ლექსებს და ლიტერატურის კითხვა, ხატრული ლიტერატურა. ძალიან კარგი. დღეს როგორ ანაწილებ დღის მანძილზე, ესე იგი, ბაღთან დახატოთან? დილას ხატვა, დაახლოებით შუადღეს მუსიკა, მერე გასეინება და საღამო ძილის წინ წაკითხვა წინ. შესაშვური დღეს განრიგი გქონიათ. ქუთაისი რას ნიშნავს თქვენთვის ვიდეო დაგემშვიდობა? ნიშნავს ჩემთვის ცოტა ესეთი ამბიციური შედარება იქნება, მაგრამ უნდა მომიტევოთ, აი რაც გოგენისთვის იყო ტაიტი. როგორც გოგენს კი არ ვედრები მასშტაბებში, მაგრამ როგორც გოგენმა იპოვა იქ თავისი სამყარო, ისევ ქუთაისში ვიპოვე მე ჩემი თემები, ფორმები, ჩემი საყვარელი მხატვრები და ყველაფერი რა. აი, ჩვეულებრივი პასუხია. ალბათ კიდევ უფრო დიდია ქუთაისი, ვიდრე შეიძლება ესე. ქუთაისი არის ძალიან ბევრნაირი. ქუთაისი არ არის მარტო ეს რიონისპირა სახლები და ესენი. ქუთაისი არის იცვლება და ამ ბოლო დროს ძალიან კარგი ცვლილებები მოხდა თვითონ ურბანიზაციის კუთხით. აი მაგალითად ინფრასტრუქტურა რაღაცები რო შეიცვალა, თვითონ დრო მოიტანა ეს ხო რაღაცა შეიცვალა, ახალმა დრომ ახალი ფორმები მოიტანა რა. და მე მაგალითად აი ეს კაფეები, აი ეს ქუჩები, რა ვიცი, აი ბაღი რო გაკეთდა და დაუშვათ. ხო მე ბაღში ძალიან მიყვარს იქ სკამზე და ფიქრი და იქ იდეები მომდის ასე ვთქვათ. არ არის საჭირო ამბობ, მაგრამ ალბათ მაინც კარგია რაღაც. არ არის საჭირო, სულ უნდა მოდიოდეს რა, უფრო ამას გულისხმობ, რომ თუ არ მოვა, ესე იგი რაღაცას არასწორად აკეთებ, ხო? შეიძლება ასე ვთქვათ. ხო, მაგრამ შეიძლება არ იყო ხასიათზე, მაგრამ აი ეს ფანქარი და ეს მაინც ძალიან მიყვარს მე ჩანახატების კეთება რა, სკეჩებს რო ეძახი. და ვარ ხასიათზე არა ვარ, სულ ჯღაბნი რა, ასე რომ ვთქვათ. ეს იმიტომ რომ პედაგოგი გივი კასრაძე რო ვახსენე, ის მეუბნებოდა, რომ სულ ჯღაბრეთ არ გინდა თუ კარგი ხატვაო და რაღაცა ეს აკადემიური არ. სულ ჯღაბრეთო რაღაცეებიო რა და აი ეს მიყვები ამ კაცის იმას დარიგებას და სულ ესე იგი შეიძლება იყოს ღამის 4 საათი გამეღვიძოს და ერთი 3-4 სკეჩს დავხატავ, მე ვიზიდებ ვაგზელებს. ან დღის განმავლობაში კიდე დილა რო თენდება, ვიწყებ ამ სკეჩების კეთება. დღეს რა დავხატეთ? რა დღეს სხვათა შორის არაფერი. თუ ალბათ ფიქრობდი ახლა მოსვლას. კონცენტრაციისთვის საჭირო იყო. არა, უბრალოდ ხო რაღაცა ისე ვიყავ ცოტა. ბევრ საინტერესო თავგადასავალს გისურვებ ხელოვნების სხვადასხვა სფეროში. მადლობა რომ დრო დაგვითმე. იმედია მალე იქნება თქვენი პერსონალური გამოფენა. კი ამბობთ ამისთვის არ ვხატავ, მაგრამ სიამოვნებით დავათვალიერებდი. მხოლოდ მე არა, დარწმუნებული ვარ, ირგვლივ არიან ადამიანები, ვისთვისაც რთული პირობების და ცხოვრების ხარისხის მიუხედავად ხელოვნება სულიერ საზრდოთ რჩება და იმედია მომავალშიც ასე იქნება. მადლობა რომ დრო დაგვითმე ირაკლი. მადლობთ თქვენ. დროებით დაგემშვიდობები მორიგ საეთერო შეხვედრამდე. ნახვამდის კარგად გზავნებო. ირაკლი სვანიძეს მასპინძლობდით, უერთესად ტელემაყურებლებო, გადაცემის პირველი ნაწილი დღეისათვის დასრულებულია. დაგიტოვებთ ირაკლის კომპოზიციას, შეგიძლიათ წარმოდგენა შეგექმნათ და თქვენი საყვარელი სიმღერების ჩამონათვალშიც კი აქციოთ. ჩვენ მაგალითად ნებას გრთავთ, ხო ირაკლი, არაფერი გეკნებათ საწინააღმდეგო. დაგიბრუნდებით ისევ სტუმართან ერთად, გადმოერთეთ მეგაზე და დარჩით ჩვენთან დროებით.